დღევანდელი საუბარი შეეხება ჩვენს ბავშვებს, შვილების აღზრდას, ბავშვების აღზრდას, რადგან ქრისტიანისთვის ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ალბათ სხვა არ არსებობს, რადგან უფლისწინებაა, რომ ვინც ზიანი მიაყენოს ბავშვს, პატარა ბავშვს ურჩევნია მას, რომ წისქვრის დოლაბი დაკიდონ და უსკრულში ჩააგდონ, ისეთი მძიმეა ბავშვის წინაშე ჩადენილი ცოდვა. ამიტომ ქრისტიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს. აი ჩვენ სამრევლოში ცნეს, რომ აი ვინც იცის ახლობის ახლობლები არიან, ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ რა იქნება 20 წლის შემდეგ, რა იქნება 30 წლის შემდეგ, ჩვენ რომ მოხუცდები, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ჩვენი შვილები ხომ გადაიბარებენ ამას. მე სულ მაინტერესებს ფიქრობ ხოლმე ამაზე და მაინტერესებს ხოლმე, რომ ვინ გადაიბარებს ამას, აი ვინ გააგრძელებს ამ ხარების გადაგებას. ხო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ ჩვენი შვილები აღზარდოთ მორწმუნეებად. აი ეს ბავშვები, ასაც აქ ვისაც ხედავთ ხოლმე, ჩვენ იმიტომაც მე მინდა ხოლმე, რომ გერმანულადაც უთხრა მათ ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ დაიბადნენ ეს ბავშვები. ჩვენ უკვე 24 წელიწადია აქ ვარ და ჩვენს თვალწინ დაებადნენ, გაიზარდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ალბათ მათ დავანახეთ. ხომ ასე იყო? 21 წლის წინ დაარსდა, 23 წლის წინ დაარსდა ეს სამრევლო და ესენი აქ გაიზარდნენ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი თავის ნაყოფს გამოიღებენ. როცა მოვა დრო, ამოხეთქავს მათგან ის, რაც მათ ნახეს და გამოიღებენ. რადგან აი ამით მინდა დავიწყო საუბარი, იგავთა წიგნში წერია ბიბლიაში. სოლომონი ამბობს იგავთა წიგნში, რომ ყმაწვილი მისი გზის დასაწყისიდანვე გაწრთვენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. ღმერთის მცნება, ბიბლიის მცნება, რომ გზის დასაწყისშივე გაწრთვენი მიაჩვიე და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. კი არ გადაუხვევს სიბერეში და დასულ ასაკში მიუბრუნდება იმას, რაც ბავშვობაში უნახავს. ასე ხდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს. ამიტომ მეტი არაფერი არ არის საჭირო, მაგალითი აჩვენე, გაწრთვენი, დაანახე და ის ამოხეთქავს და გააკეთებს ისე, როგორც უნახავს ბავშვობიდან. მე მინდა დღეს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელსაც ხშირად კისხვებს სვამენ ხოლმე მორწმუნენი. აი მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ მოვიქცეთ ბავშვებს. პირველი, ყველაზე მთავარი რაც არის, ამით მინდა დავიწყო. პირველი, როგორ ვასწავლო რწმენა ბავშვს. აი როგორ მივაჩვიო, რომ ქრისტიანი გახდეს. რომ არ იყოს მეტი, რომ არ გადავღალო, რომ არ დავტვირთო, რომ არ შევაძულო სულ ხარწმუნება, ხო, ბავშვს რომ აძალებ, ის არ უნდა მის გაკეთება. აი როგორ გავაკეთოთ? როგორ მიუდგეთ ბავშვს? იმიტომ რომ მას ხომ ნორჩი ფსიქიკა აქვს, მას ხომ შემეცნებად ნორჩი აქვს, ისეთი ძლიერი არ არის მისი. აი როგორ მივაწოდოთ ეს ყველაფერი? აი უნდა ბუნებრივად მას შენ აჩვენო რა არის სარწმუნოება. აი ბუნებრივად. ყველაზე პირველი თავარი არის, რომ მას შენი მაგალითით აჩვენო. ის რა არის სარწმუნოება. აი როგორ უნდა იცხოვრო. აი მაგას სულ ელემენტარულ მაგალითებს გეტყვით. აი მაგალითად სულ მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, რომ ჩემი შვილი რო გახდა 15 წლის, მოინდომა რომ აი ეს ბავშვებიც ასე არიან ახლა აქ ვინც მოდიან. აი ზუსტად ეს იგივე კითხვებს მე უნდა მიყოთ. ისე რომ მე უნდა დავიწყო ბიბლიის კითხვა, მაინტერესებს რა წერია. მინდა დავიწყო კითხვა რომ გავიგო. მე გამიკვირდა რომ რატომ მოვიდა ეს თავში მას. რატომ აი საიდან, რატომ მოვიდა, რამ დააინტერესა. მაგრამ რა ვიცი, აი მე ჩემთან როცა ხედავდნენ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, სულ მაგიდაზე, საწერ მაგიდაზე დევს ბიბლია. ხან გადაშლილია, ხან რაღაცა მონიშნულიაში, ხან იქვე გერმანული ბიბლიაც დევს ხშირად, ხან ეტყობა რომ ვიღაცა ამას კითხულობდა, მუშაობდა, ხო, რაღაცა სწავლობდა. იქ ხატია სახლში, ხაც სანთელი ჩანს. ამას ბავშვობიდან ხო უყურებდა. თქო და უყურებდა ამას ბავშვობიდან. და ეს მან თვითონაც ისე რომ ვერ გაიგო ეს ჩაიბეჭდა მასში, ჩაიმახსოვრა, მასში აღიბეჭდა მის სულში. და რო გახდა დასრულობაში რო შედის 15-16 წლის, დაიწყო მიბრუნება იქითკენ რაც უნახავს. გესმით? ამაზე კარგი მეთოდი არ არსებობს. აი ხანდახან მოდიან ხოლმე ჩიტან მშობლები და მეუნება რომ აი მამა რა ვქნა ჩემი შვილს არ უნდა ეკლესიაში სიარული. რამდენი წლისაა თქვენი შვილი ვეკითხები 16-ის, 17-ის. თვითონ ეს ქალი თვალით არ მინახავს მე. თვალით არ მინახავს. აქ ცხოვრობს 20 წელიწადია მიუნხენში ან სხვაგან სხვა ქალაქში, რაც მე ჩავდივარ. და ახლა უკვირს რომ მისი შვილი რატომ არ არის მორწმუნე, რატომ არ აინტერესებს.
იმიტომ ხალბატონო რომ შენ თვითონ ეს 16 წელიწადი მისთვის არ გიჩვენებია არაფერი. და იმიტომ არ არის მოსული. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ახლა ბიბლიიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ამას გვიდასტურებს, რომ ეს ასეა. ყველას უყვები ხოლმე ამ მაგალითს, იმიტომ რომ ბევრმა ეს არ იცის, ბევრს არ აქვს ეს შემჩნეული. თქვენ გახსოვთ მოსეს ისტორია. ხო, მოსე არის ებრაელებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, ხო? მოსე წინასწარმეტყველი მოსე. მათი ერის წინამძღვარი, ხო? აი მოსეს ცხოვრება არის აღწერილი ბიბლიაში ისე, როგორც შეიძლება არც ერთი სხვა ადამიანის. და მოსეზე რა არის ნათქვამი, რომ 40 წლის რომ გახდა მოსე, ესეთი შემთხვევა მოუხდა მას. მოსე იზრდებოდა ეგვიპტის ფარაონის კარზე, ხო? ხო, ყველა მის ეგვიპტის ფარაონის კარზე იზრდებოდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა, რადგან გადაგდებული იპოვეს ბავშვი მოსე, რადგან იმ დროს ეგვიპტელები კლავდნენ ებრაელების შვილებს, იმიტომ რომ ძალიან მრავლდებოდნენ ებრაელები და ამიტომ ბავშვებს, თოთო ბავშვებს აგდებდნენ ხომ ებრაელები, რომ ვინმეს იქნებ წაეყვანა, ვინმე იქნებ გადარჩენილი იყო ცოცხალი და მოსეც ასე მისმა მშობლებმა ჩასვეს კალათაში და დატოვეს დინარის პირას და შემთხვევით იპოვეს სასახლიდან მოსულმა ხალხმა და წაიყვანა და სასახლის კარზე იზრდებოდა მოსე 40 წლამდე. წარმოიდგინე. და 40 წლის რო გახდა მოსე ახალგაზრდა ხო ძლიერი კაცია, მოხდა ესეთი შემთხვევა მის ცხოვრებაში, რომ ხედავს, რომ ეგვიპტელი ზედამხედველი სცემს ებრაელს და ბრაზი აინთო მოსეში. იფეთქა რაღაცა ბრაზმა. კაცო, ეგვიპტეში გაზრდილი, სასახლის კარზე. ამ ებრაელებთან, რომელსაც მუშებად ამუშავებენ, მონებად ამუშავებენ, რა საქმე აქვს მოსეს? რა საქმე აქვს? ხო და მოკლა ეს ეგვიპტელი წინასწარმეტყველი, რომ ისე სცემდა, ჩაგრავდა ებრაელს, რომ მოკლა. მეორე დღეს დაინახა, რომ ებრაელს ჩაგრავს, ახლა ებრაელს. და ეუბნება, კაცო, ეს ხო შენთვის ტომია, რატო ჩაგრავ ამას? და ის ეუბნება, რომ შენ ვინ დაგაყენა ჩვენ ზედამხედველად? ხო არ გინდა მეც მოკლა, როგორც ის ეგვიპტელი მოკალიო და ეგვიპტელი მოსე მიხვდება, რომ უნდა გაიქცეს თორე მას თქმელი დასჯიან აენის გამო რაც ჩაიდეო ეგვიპტელი მოკლა. და გარბის მოსე 40 წელი არის უდაბნოში სხვაგან ცხოვრობს და 80 წლის როა შემდეგ ბრუნდება და შემდეგ გამოყავს ებრაელები მონობიდან, ხომ ასეა? შემდეგ. რატომ აენთო მოსეს ბრაზი იმ დროს, როცა ნახა რომ ებრაელს ჩაგრავენ? ეს ადგილი ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შემში. აი რატომ? რატომ? იმიტომ რომ ებრაელმა დედამ გაზარდა. აი შალვა მიცის. რომ გაზარდა ებრაელმა დედამ და რატო? იქ მოსე რო დატოვეს თოთო ბავშვი იმ კალათაში, მისი და იქვე ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა ვინ წაიყვანდა რომ ენახა რომ ყვალი ამ ბავშვის არ დაეკარგათ, რომ დაინახა რომ ეგვიპტელებმა წაიყვანეს, მივიდა ეს და პატარა გოგო და უნება ძიძა ხო არ გინდა მოგიყვანოთ და წავა და დედამის მოუყვანს. და 2-3 წელიწადი დააკვირდით ამას, სანამ ძუძუს მოსწყვეტავენ მოსეს ვინსდის მას? ებრაელი ქალი. საკუთარი დედასდის ებრაელი ქალი. ახლა 3 წლის ბავშვმა რა უნდა ისწავლოს? აი მითხარით. ბიბლიას ვერ წაუკითხავდა ეხლა, ვერც ალბათ ებრაულად ელაპარაკებოდა, უმღეროდა, რაღაცებს ეუბნებოდა, მაგრამ იმხელა მუხტი ჩადო იმ 3 წელი და 3 წლის რო გახდა, წაიყვანეს ისევ ეგვიპტელებმა წაიყვანეს და გაზარდეს შემდეგ სასახლის კარზე. 3 წელიწადში იმხელა მუხტი ჩადო იმ დედამ მოსეში, რომ 40 წლის რომ იყო ამოხეთქა ებრაელების სიყვარულმა. გესმით? აი იმან რაც 2-3 წლის და პირველ 2-3 წელიწადში დედამ ჩათესა, მოსე აქცია ებრაელი ხალხის წინამძღოლად. ახლა ხო უნდა გვესმოდეს ჩვენ რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ 2-3 წელიწადს და შემდეგ წლებსაც რა თქმა უნდა, ხო? ხომ და გვესმოდეს. ანუ პირველ 2-3 წელიწადს რასაც მოასმენინე ბავშვს და აყურებინე ბავშვს, ის ამოხეთქავს და იმას გააკეთებს მე თავის ცხოვრებაში. ჩვენ პატარა რო ვიყავი მე მაგალითად სახში ხატები არ ქონდა. იმიტომ რომ ხო იცით როგორ ცხოვრება იყო საბჭოთა კავშირის და საბჭოთა პერიოდში და მაგრამ დედაჩემს საიდანაც ჟურნალებიდან ამოუჭრია რაღაცა კათოლიკური ღვთისმშობლის ის იყო ფრესკა და ის ქონდა თავის ოთახში. იმას ეგონა რომ ის ხატი იყო, არც მან არ იცოდა. მე დღემდე მახსოვს ის ხატი და დღემდე მაქვს არის ჩემთან სახში ის ხატი სადღაც მე შევინახე ის, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ღვთისმშობლის სახება იყო ის და ქრისტე რო უჭირავს ხელს. თუმცა კათოლიკურია ის ხატი, გესმით?
მაგრამ ის იყო პირველი ის ჩემთვის, ის რაც ჩემში ჩაითესა, რომ ეს რაღაცა წმინდაა. რაღაცა მნიშვნელოვანია, იმიტომ დედაჩემს მოწიწებით ქონდა შენახული და ხანდახან შვილებს ავედრებდა, მე თქვა თუ იმ ღვთისმშობლის ხატს. თუნდაც არ იცოდა, არც ბიბლია არაფერი გესმით? და აი ასე რჩება მეხსიერება ბავშვში იმის, რასაც ვანახებ და რასაც ვასწავლით და ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და თან ყველაზე ადვილი გასაკეთებელი ეს არის. შეიძლება ბიბლია ვერ აუხსნა, ხო? შეიძლება ბიბლიის განმარტება არ იცოდებ ისე შენ სრულყოფილად, მაგრამ ამის ჩვენება ხო შეგიძლია, რომ ლოცულობ, რომ კითხულობ სახარებას, რომ ცნებებზე ლაპარაკობ, აი ეს არის ყველაზე მთავარი, რითაც უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის აზრდა. და კიდევ ერთი საკითხი, ნახეთ, ერთი საკითხი. ხანდახან ამბობენ ხოლმე მშობლები, რომ ბავშვიო ვერ გაიგებსო. აი რომ წაუკითხო სახარება, გონიათ რომ ბავშვი ვერ გაიგებს. ახლა ასეა? ყველაფერს იგებს ბავშვი. ყველაფერს, თან სახარება ისეთი ღვთაებრივი ენითაა დაწერილი, მარტივი ენით და კასაგები, კონკრეტული, მოკლე დამოხტული ამ აზრებით ენით, რომ ბავშვი ამას ძალიან კარგად გაიგებს. ამიტომ ბავშვობიდანვე დასვი ბავშვები და უკითხე ეს სახარება. რაც მის გონებას სჭირდება, იმას შეითვისებს. რაც მისთვის ჯერ რთულია, იმას აისხლებს და არ არის პრობლემა არ არის, ის ამას არაფერი არ მოუვა ბავშვს. მან იცის რა უნდა დაიტოვოს, რა უნდა აისხლიტოს. გესმით? და 5 წლის რო იქნება, უფრო მეც დაიტოვებს. 7 წლის უფრო მეც და ასე ნელა ღვთის სიტყვა იცოცხლებს მასში და ყველაფერს იგებს ბავშვი. ხო? აი, თქვენ ხო ამოგიცდიათ ეს ბავშვს რომ კითხვა, წაუკითხეთ ბავშვს სახარებიდან რომელიმე ადგილი და კითხეთ როგორ ესმის. ზუსტად გაგიმარტავს ბავშვი. ზუსტად, რატომ? იმიტომ რომ ნათელი სუფთა წმინდა გონება აქვს, მას ცოდვით შებრალული არ არის მისი გონება ჯერ და აი აზრი სახარებაში რაც აქვს იმ იმ მონაკვეთს ზუსტად გაგიმარტავს. ესმის მას ეს, გესმის და აი ჩვენ რატომ უნდა მოვაგლოთ? მოდი კითხვები ბოლოს იყოს ლია რომ არ შევააფეთქოთ. და რატომ უნდა მოვაგლოთ ეს? ამიტომაც ნახეთ აი ეს ადგილი თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა მათეს სახარების მე-18 თავში ქრისტე ამბობს მოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუშლით ჩემთან მოსვლას. და რატომ უთხრა ეს ქრისტემ რომ მოდიოდნენ მშობლები და თოთო ბავშვები ეჭირათ ხელში. დიდი ბავშვები კი არა, თოთო ბავშვები, აი სიტყვა რომელიც ნახსენებია სახარებაში, ნიშნავს თოთო ბავშვს. აი მამას უჭირავს თოთო 2 წლის ბავშვი ხელში, ან 1 წლინახევრის. და უნდათ რომ მიიყვანონ ქრისტესა რომ ხელი დააგოს და დალოცოს. და მოწაფეები უნებიან რომ ნუ მოყავთ, ნუ აწუხებთ მოძღვარს. ქრისტე უნება მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუშლით ჩემთან მოსვლას. და ცნებას ავიწერია სახარებაში. გესმის რომ ნუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლას. აი მშობელმა ეს უნდა იფიქროს რომ ნუშლი ბავშვს ქრისტესთან მისვლას. უკითხე სახარება, ასწავლე ლოცვა, გააგონე ლოცვა. აი რამდენ მშობელს ვთქვია ხოლმე ჩემთვის რომ ბავშვს რო ესმის რომ მშობელი ლოცულობს, თვითონაც იმეორებს იმ სიტყვებს. იმეორებს იმ სიტყვებს და ბაძავს მას. კი არ ესმის რას, მაგრამ სწავლობს ამას. და ეს მაშინ ილექება და იცის მან რომ რაღაცა მაღალი, რაღაც დიდია, რაღაც მიუწვდომელია, რაღაცა ყველაზე ძლიერი არსებობს, ღმერთი, რომელსაც უნდა შეევედროს, და ხედავს რომ ისი მშობელი ამას აკეთებს. აი ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კიდევ ერთი ადგილი სახარებიდან, რომელიც თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა. ჩვენ გონია ხოლმე რომ ბავშვებს არ აქვთ ღმერთისგან შთაგონება. ხომ? აი ჩვენ გონია რომ ბავშვს რომ წაუკითხავ, შეიძლება ვერ გაიგოს. ტაძარში მიიყვან, შეიძლება ვერ გაიგოს რა ხდება ამ ტაძარში. გონია რომ ბავშვს არ შეუძლია, ჩვენ გონია რომ ღმერთი ბავშვებთან არ კომუნიკაციას არ ამყარებს. მართლა ასეა? ნახეთ, სახარი ბიბლიაში არის ესეთი მნიშვნელოვანი წიგნი, მეფეთა წიგნი. სამუელ წინასწარმეტყველის ამბავი სადაც დაწერილია და სამუელს დედას არ ყავდა შვილი. და ღმერთს ევედრებოდა და ღმერთმა მისცა ეს შვილი და შეპირდა სამუელის დედა ხანა ერქვა იმ ქალს, რომ თუ მეყოლებაო ვაჟი შენ შემოგწირაო და მართლაც რო დაიბადება ეს ბავშვი ძუძუმწოვარაა. ძუძუმწოვარაა და წაიყვანს ტაძარში წარუდგენს და ძუძუს ჭამას რომ მორჩება ბავშვი, რამდენი წლის არის 2 წლის ან 3-ის მაქსიმუმ ხო? წაიყვანს ამ ბავშვს და დატოვებს ტაძარში. რო ღმერთს ემსახუროს, იქ გაიზარდოს, ღმერთს შესწირავს. ეს სხვადასხვა ებრაელების ჯულში იყო რომ პირველი ვაჟი ეკუთვნოდა ღმერთს, ხოლო ჩობილი იყო პირველ შობილი იყო ღმერთისა.
მე შემდეგ ყველას არტყობდნენ ტაძარში, ნუ გამოესყიდათ, რომ წამოიყვანათ სახში. აი ქრისტეს გახსოვს, ორი გვირდი რომ მიიყვანეს და წამოიყვანეს უკან 8 დღის იესო. მაგრამ სამუელი იქ დატოვეს. და ნახეთ რა ხდება ახლა იქ. აი რომ ნახოთ ჩვენ რომ ღმერთი ბავშვებსაც ელაპარაკება. სამუელი იქ რომ დატოვეს, ბავშვიო, ღრმა სამუელიო წერია შემდეგ მესამე თავში, ეს არის პირველი მეფეთას მესამე თავი. ბავშვენ ღრმა სამუელს ეძინა ტაძარში და ღმერთი ეძახის მას. წამოხდება სამუელი და გაიქცევა მღვდელმთავართან. მღვდელმთავარი მოხუცი კაცია იქ ეილი, რომელიც იმას თქო ეძინავს. მღვდელმთავარს ტაძარში ეძინა ძველად. და მივა ბავშვი და ეტყვის, რატომ დამიძახეო? ღმერთი ეძახის. და სამუელმაო ბავშვმა ჯერ არ იცოდა, რომ ღმერთმა შეიძლება დაუძახოს მას. თუ ღმერთი გამოარჩევდა ბავშვს, წინასწარმეტყველს, მაშინ ელაპარაკებოდა. და ელი ეტყვის, მე არ დამიძახია შვილო, წადი დაიძინეო. წავა დაწვება მეორეთაც ეძახის იაჰვე ღმერთი სამუელს. ისევ გაიქცევა, რატომ ეძახოდიო? და ეს მიხვდება მღვდელმთავარი, რომ სამუელს ღმერთი ეძახის. და ეტყვის, რომ შვილო, მესამეთაც თუ დაგიძახაო, უთხარი, აქავარ უფალო გისმენს შენი მორჩილი, მითხარი რა გინდა. ბავშვზე ალაპარაკი გესმით? და მართლა წავა სამუელი, მესამეთაც დაუძახებს მას ღმერთი, იაჰვე, ყოვლადწმიდა სამება და ეუბნება სამუელი როგორც დაარიგებს. და მან არ იცის ჯერ ღმერთს როგორ უნდა ელაპარაკოს. მაგრამ მღვდელმთავარმა ასწავლა როგორ უნდა ელაპარაკოს ღმერთს. და ეუბნება, აქავარ გისმენს შენი მორჩილი, რა გინდა, მითხარი. ბავშვი ეუბნება ღმერთს. და ერთი უცხადებს სამუელს, რომ ელის გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, რადგან მისი შვილები ურჯულოდ იქცევიან და მართლაც ასე ხდება და შემდეგ მისი შვილები იღუპებიან და დამთავრდება მათი მღვდელმთავრობა. და აი ეს მონაკვეთი რას გვაჩვენებს ჩვენ, რომ ბავშვებსაც ელაპარაკება ღმერთი. ბავშვებს უცხადებს ღმერთი იმ სიმართლეს და იმ ჭეშმარიტებას, ამიტომ არ უნდა მოვერიდოთ ამას. ჩვენ გონია ხოლმე, როგორც რომ 17 წლისა უნდა შევიდეს უნივერსიტეტში, ხო ესეთი ასეა წესი. ჩვენ გონია რომ 17 წლისა უნდა დაიწყოს ამის სწავლაც. ასე არ არის. ღმერთი დედის მუცლიდანვე იფარავს შვილს, ბავშვს და შემდეგ მთელი ცხოვრება თოთოობიდან უნდა ვასწავლოთ ეს. ამიტომ არ მოგვერიდოს, აი ამით მინდოდა დამეწყოს საუბარი, რომ არ მოგვერიდოს ღმარ ბავშვს ეს უნდა ბავშვობიდან, დაბადებიდან, თოთოობიდან